საინფორმაციო სააგენტო Associated Press არ გამოუქვეყნებია სტატია, სადაც სათაურში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოხსენიებულია დიქტატორად, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორუმპირებულ პრეზიდენტად. ეს ეგრეთ წოდებული სკრინშოტი სოციალურ ქსელში ვრცელდება, ძირითადად პრორუსული ანგარიშები ავრცელებენ, თითქოს Associated Press-მა ასე დაწერა, თუმცა სიამთვილეში ეს არის გაყალბებული ვებგვერდიდან წამოღებული სკრინშოტი, რადგან ინტერნეტში არსებობს იმიტაცია Associated Press-ის, ისინი იყენებენ განსხვავებულ ლოგოს, შესაძლებელია დავინახოთ დიდი ცვლილება, თუ დავაკვირდებით, რა თქმა უნდა, ფერებს და თვითონ ასობგერა არის შეცვლილი იმისათვის, რომ მოხდეს ეგრეთ წოდებული იმიტირება ნამდვილი საინფორმაციო ვებგვერდის. მსგავსი სტატია რეალურად Associated Press არასდროს გამოუქვეყნებია, გარდა იმისა, რომ ეს შეგვიძლია შევამოწმოთ ორიგინალ ვებგვერდზე, შეგვიძლია ვნახოთ და დავაკვირდეთ განსხვავებებს იმისათვის, რომ უფრო მალევე შევნიშნოთ დეზინფორმაცია. გარდა Associated Press-ისა, რუსული მედია ხშირად იყენებს დასავლური მედიის სახელს, მათ ლოგოებს, იმისათვის, რომ გაავრცელოს დეზინფორმაცია უკრაინასთან დაკავშირებით. სულ ახლახანს მათ გამოიყენეს BBC-ის, ტელეკომპანია BBC-ის ლოგო და მათი ბრენდინგი, იმისათვის, რომ გაერთიანებინათ დეზინფორმაცია უკრაინასთან დაკავშირებით, როგორც ხედავთ, გამოყენებული არის ზუსტად ფერები ლოგო BBC-ის და ის ინფორმაცია, რომელიც ამ ვიდეოკლიპში არის წარმოდგენილი, არის დეზინფორმაცია. ამ ყალბი ვიდეოს მიხედვით უკრაინელი პოლიტიკოსი ყიდის იარაღს ჰამასთან და ეს პოლიტიკოსი არის დავით არახამია, უკრაინის მართველი პარტიის ლიდერი. გარდა იმისა, რომ შეგვიძლია ვნახოთ თვითონ BBC-ის ვებგვერდი, ისევე როგორც მათი სოციალური ქსელები, Instagram-ი, Facebook-ი, ვნახავთ, რომ ეს ვიდეო არ არსებობს მათ ოფიციალურ ანგარიშებსა და ვებგვერდზე და გარდა ამისა თვითონ ვიდეოს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მასში გამოყენებული არის რამდენიმე კადრი, რომელიც საერთოდ არანაირი კავშირი არ არის უკრაინასთან და ასევე ჰამასთან, ხოლო თვითონ დავით არახამიას სახელი გრამატიკულად არასწორად წერია, როგორც წესი BBC ასეთ შეცდომებს არ უშვებს, როდესაც სოციალურ ქსელში ვრცელდება მათი საინფორმაციო ვიდეოები, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ვიდეოებში, რომლებიც არიან ნახსენები, თითქოს ისინი აცხადებენ ამ დეზინფორმაციას და აქვს თითქოს ამის დამადასტურებელი ფაქტები. ერთ-ერთი არის ჟურნალისტი, რომელიც თავის ოფიციალურ პლატფორმა X-ზე აცხადებს, რომ მსგავსი ფრაზა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს სერიოზული მტკიცებულება თითქოს უკრაინა ყიდის იარაღს ჰამასთან, მას არასდროს უთქვამს, ისევე როგორც ელიოტ ჰიგინს, ის არის ბელინკეტის საგამოძიებო ჯგუფის ბელინკეტის ერთ-ერთი ანალიტიკოსი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მსგავსი ფრაზა, რომელიც გამოიყენეს დეზინფორმაციულ ვიდეოში, მას არასდროს უთქვამს.